მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყო უცხოეთში მყოფი ქართველის ადამიანები, ვინც განსასწრებაში ნახат, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ პატიმრები, განსაკუთრებით მოგიკითხავთ დღეს, სხვათა შორის ისეთი დრო არის, რომ აი ყველას მინდა რომ წყალობა, სიხარული და ყველაფერი სიკეთე გისურვოთ, იმიტომ რომ ურთულესია, გართულდა ცხოვრება ძალიან და მართლა არის ადამიანი ამ ცხოვრებისათვის მზად, აი ამ გამოწვევებისათვის იმდენად სუსტად ვართ ახლა ადამიანები, იმიტომ რომ იქ ლოცვა-გაკლია, იქ ეკლესიურობა, იქ თავის მიხედვა სუსხვის განკითხვაში ამაში იმაში ვარ და აი ამის და გამო აი ამ ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვერ ვერევით და ვერ ვიცლით იმისაც რომ მოვირიო და ღმერთმა წყალობა სიკეთე მოგცეთ და აი თქვენი თავის დანახვა მოგცეს რაც თავარია და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა რა და ჩვენ ახლა სხვათა შორის ერთ-ერთი ეგეთი მოძღვარი მყავს რომელიც არავის არასდროს არ განიკითხავს ხოლმე ნუ მაქსიმალურად ცდილობს ეგეთი ადამიანი არსებობს მაგრამ მოდის ძალიან დიდი ხანია ჩემამდე მოდის მე არ ვიცი ფეხით მოვიდა სხვათა შორის ჩემამდე და ამიტომ არის რომ მიახლოებით 1 წელი არ მყოლია და მამა გურა მოთხოზორია დღეს ძალიან საინტერესო მე ფიქრობ ეხა სად დაიგე რომ დაიკარგა ამ 1 წლის მანძილზე როგორ დაიტვირს და მინდა რომ ეს ცოდნა წამოვიყო აქეთკენ და დაგლოცე მამაო დიდი მადლობა რომ მობძანდით ძალიან მიხარია რომ ხართ და თქვენ პირველ წირვაზე მახსოვს როცა მღლად გაკურთხეს მე დავესწარი და ბედნიერებაა და სურათ ფოტოც კი მაქვს ამის და მადლობა ამისაც მამაო რომ ხართ რაღაცნაირად აი სხვანაირად ლამაზი და კაი გული გაქვთ მამაო და დიდი მადლობა ყველაფრისათვის და ძალიან ბევრისათვის საყვარელი ადამიანი ბრძანდებით და მამაო აი თქვენი შენიშვნები დღევანდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით დღევანდელ ადამიანს რა შეიძლება რომ უთხრათ სიტყვაზე რომ აი ეს რთული და მძიმე ცხოვრება გადაიტანოს გვეშველება რამე თქვენ რო გიყვართ კარგია რომ ესეთი იმიტომ რომ ძალიან სწორად თუ ივლის შორს ვერ წახვალო ასეთ გამოთქმარი ძალიან სერიოზულად ვერც მივახლები და ვერც ერთმა აი ზედმეტ სხვათა შორის უფრო ძალიან სერიოზულობა ბავშვებს ახასიათებს ესე კოპებს შეკრებენ რომ დადიან რაღაცას ცდილობენ დიდობანა ითამაშა აი ესეც შეხედე ბავშვები რომ მიდიან იესოსთან დიდი საქმე აქვს იმას მოარიდეთ ბავშვები არ შეაწუხოს ჩვენს ნახე თავდროს ეს გამოუშვით ბავშვები ჩემთან ვინედან ამათნაირების არის ცათასასუფეველი ანუ ეს ბავშვობა მაგაგებით აი ღიაობა გულწრფელობა ეს ხო ქართული თვისება და ბუნება სად რატო არ შეიძლება მოგეთ ახარაც შეხება გვეშველებერა ეს მამაოს ეთერი გარეთ უთხარი რომ ბავშვივით გული გაქვს მეთქი იმას და მაშინ ეთერი არის ხო მამა ეგრო გითხარი რა ბავშვი აი რომელი მამა დედა ბავშვი შეიძლება გაუბრაზდეს ყური აუწიოს რაღაცა მაგრამ ჩაიკრავს გულში ახლა და არავინ არ ბავშვის შეცდომებს თუ ეს არის ქრისტე ამას გვასწავლის ჩვენ რომ მიიღეთ ერთმანეთი ჩვენ ყველანი სხვადასხვა ახლა მაგის თქვა ძალიან მნიშვნელობაა სიტყვებით ცნებებს როგორ გამოხატავენ აი მაგალითად რუსი რო ამბობს ცოდვაზე ტერმინს სუსხვა მნიშვნელობით არის და ქართულში სხვა მნიშვნელობით არის. აი მაგათად რუსიაბოდ ნუ გრეხ ხო? ცოდვა უყურე. გრეშნიკ რაღაცა საგრეშილ ავტომატურად დანაშაულისკენ გიბიძგებს რომ შენ უკვე პაპაპაპა. ქართული ազգეობრივად ცოდვა რა არის? ანუ რა ცოდვილობ ბიჭო, ცოდვილობ და მეცოდები, უბრალოდ. შენ ცოდვა ბავშვი, ცოდვა დაბინეული კაცი, ცოდვა ავამტყოფი შესაბამისად ცოდვილი შესაწოდია კარგი სასიყვარულოა სიჭარბით უნდა გადაფარო მისი ცოდვა უნდა შეიყვარო და პირიქით უფრო მეტი იესო ცოდვილების ამ შემთხვევაში ახლა აი ეს ალბათ ეს სიმკაცრე უფრო რუსებს ახასიათებს ახლა თავისთავად სიმკაცრე იმერისთვის შეიძლება საჭირო იყოს იმიტომ მისი ფსიქოტიპი ცხოვრებისეული რაღაცა არეალი და რაღაცა სხვანაირადაა გათვისებული აი ეგ არის განსხვავებები მაგრამ იგივე უკვე ქართველის სადაც კავკასია სადაც შიგნითაა გადამეს ჯულსად ლაღია თავის შედარებით აი უკვე შეიძლება ცოტა მასკანს გააფუჭოს ეს ხასიათი და აი ზედმეტად რელიგიური ქართველი ნახე შე როგორ არის როგორ იძაბება და რა და სულაც არ არის დაძაბვა საჭირო ქართველისთვის ვეფხისტყაოსანის ტიპები უფრო ახლოს არის ვიდრე დაუშვათ ის რასაც ჩვენ ვატყობთ რომ კოპებს შეკრული სულ რაღაცა ესეთი მოდი იყურები ირგვლივ ვინმეს რამე თუ შეეშლება Facebook-ი ნახე, TikTok-ი ნახე, ორი ქართველს ერთმანეთზე დადარაჯებული ეს არ არის ქართული ფენომენი. ეს სადღაც რაღაცა დაგვემართა და ეს არის ის რომელიც დამოვიდეთ. აღარაც შეეხება მოდი ცოტა ისე გადავიტანოთ, ყველანი დაღდასმული ვარ ჩვენ იმ მდგომარეობით, რომელშიც დღეს ვართ, ხო? აი ხანდახან ვამბობ ჩვენ რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი.
შენ ამ სიტყვით უკვე ერევი პოლიტიკაში, გინდა არ გინდა შენი ამ პასიურობით უკვე ერევი, ოღონდ ცოტა ცუდად ერევი. პოლის ქალაქს ნიშნავს. ამ ქალაქში ხო ცხოვრობ შენ. აქ პოლიტიკის პრობლემა კი არ არის, არის პოლიტიკის ცუდი გაგება. ის გაგება, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დარჩა, რომ ჩვენ გონია რომ პოლიტიკა ეს არის ბინძური საქმე, ის მაინც იმას აირჩევენ, ჩვენ მაყურებლები ვარ და ინერცია გადმოვიდა, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. დღეს კიდე კაცო იმდენი გამოცდილებები დავაგროვეთ ფსიქოლოგია, მეცნიერება, კვანტური ფიზიკა თუ ჩვენი მაცხოვრის სახარებასთან ხომ ახლოს მივედით, ადრე არ იყო ამის საშუალება. ყველაფერი გეუბნება რომ ადამიანი ღმერთია, შემოქმედია, მას შეუძლია სამყარო შეცვალოს, რომ შენ არ ახარ პასიური დამკვირვებელი სამყაროსი, კაცო, რომ თვითონ გარედან გიკარნახო რაღაცა და საერთოდაც ობიექტური რეალობა მაგაგებით არც არსებობს. ხარ შენ ღვთისხატება და შენ მოდელირებას აკეთებ ფაქტურად რეალობას კი არ აღიქვამ, კი არ უყურებ, ქმნი, ცვლი, ეს მეცნიერებაა უკვე. ნუ არის რა ეს ქრისტემ პირდაპირ თქვა წმენით ამაზე. არა სხვათაშორის რაღაცები ტერმინები ჩვენ გვესმის არასწორად და ეს ტერმინები უნდა შევცვა. აი მაგათი ერთ-ერთი ტერმინს გეტყვის, როგორ გვესმის დღეს ჩვენ ქართველებს სიტყვა სასწაული. აი მაგათი შენთვის სასწაული რა არის? ნუ ახლა პირველი იესოს სასწაულები წყალზე დადის, 5 პურისგან 5 დააფარა, ლაზარე აღადგინა და ახლაც რაღაცა რომ და მოდი ესე ვთქვათ. ჩემთვის სასწაული ძალიან ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ერთ-ერთი ის არის, რომელიც ჩემთვის შეუძლებელია და ხდება. ეგ არის სასწაული. დიახ, როგორ არა? ანუ აი მე ხა მე რო ვერ ავწევ მაგალითად 1000 კილოს და უცბად რომ აიწევა. ესე იგი ეს არის სასწაული. მე ცოტა დაგიკორექტებ და უფრო მივხვდები. ანუ რაღაც მიმართულებით. არა, რატო იცი ჩვენ ხო შეიძლება თქვა დღეს ჩვენ გვიხსნა სასწაული. რაღაცას ვაკეთებ, მამა. ჩვენ დღეს მდგომარეობა რომელშიც ვიყავ, ნამდვილად ჭირდება ღვთისმსასწაული. მეთანხმები, ყველა ქართველი იცილება. მაგრამ თუ ჩვენ ამის მოლოდინში ვიქნებით, აბა როდის მოახდენს ღვთისმსასწაულს, არასდროს არ მოხდება. იმიტომ რომ სასწაული ძველ ქართული სიტყვა. აი მაგალითად იმას იოანეს ზოსიმეს ტექსტში თავი აქ მანდ ქებაიდი დედებაი ქართულისა ენისაი სასწაულად წილი უძისოს ანუ ნიშნად სასწაული არის თანამედროვე სიტყვა ქართულად არის სასწაული რუსულად ზნაკ ზნამენი მიმანიშნებელი ანუ სასწაული იმიტომ ხდება რომ შენ იქიდან რაღაცა ისწავლო და უფრო მეტიც იგივე გააკეთო შენც მე აი ხეთი წამი წარმოიდგინე დაუშვას სოფელში ჩამოვიდა კარატეს მასწავლებელი კარატე ასწავლეს სოფელში ბავშვებს ან ცეკვა პირველი რასაც აკეთებს სცენაზე რომ აჩვენოს ხო მისი დონე და რაღაც ისეთი ილეთი გააკეთა ცეკვის ან კარატის რომ მონუსხა ხალხი და ტაში სელფებს იღებენ მერე სურათე ფოტოებს სახშები აქვს მამიკოს აჩვენებენ და აჰა რა მოხდა იცი რა გააკეთა აი ესეთი ახტა 1-2 მეტროზე ის გაუდა მთელი სოფელი აღთოვანებულია და არჩება ამ კაცის ქება დიდებ ეს კაცი გაუგრებულია ებიდე სულად ჭირდებოდა მაგას ერთი არ კი კარგია მაგრამ ის სასწაულად მოვიდა ანუ სასწაულად დატოვეს ანუ გაკვირვების ობიექტად დაავიწყდა თუ ეს უნდა ისწავლო იესო ამბობს ჩემზე მეც სასწაულებს გააკეთებ თუ სწორედ რატო ამბობს ამას რომ იესო მოდის როგორც მაუძღვარი სიცოცხლის მასწავლებელი შენ იგივე გაიმეორო და აი ქართველები მიდრეკილი ვართ აღტაცებისკენ ხათ თაყვანისცემა ხომ გვიყვარს ღვთისმშობელი მაცხოვარი პროტესტანტები მაგალითად დაგცინიან რაზე რომ მართლმადიდებლებს ისე უყვართო ბიბლიაო მაგის საკითხავს როგორ იკადრებენო კაცო ის დააფუჭებენო ის კოცნიან და დებენო კაცო ბიბლიას ახლა უყურე პარა ის არის თითქოს აი ეს გავწყეპლეს თვითონ რო კითხულობ ხოლმე ჭეშმარიტს მიაჩვენე რა ჩვენი მივხედოთ კაცო ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს ზედმეტად ჭარბი თაყვანისცემა გაიგივებული გვაქვს რელიგიურ რიტუალებთან და თაყვანისცემა არის მამების სწავლებით რომ იმ წმინდანის საქმეებით იცხოვრო იესომ იმიტომ გაჩვენა ყველაფერი სწავლა მოიტანა რომ იმ პრინციპებით რომ იცხოვრებ შენ წილ წუთის სოფელს შენ გადააქცევ 60 კიდე მეორე რომ საიქიოში გადავიტანეთ ყველაფერი რომ შენ ახლა თუ ეზიარები თუ ნარხვაში ხარ თუ წიგკითხულობ ბოდიში ხდი მე რომ მაგალითად ისე ვერ ვცხოვრობ იმიტომა მივდივარ და ვეთაყვანები მამო შეიძლება მე რომ ისე ვეთაყვანები მიზანი რა არის თაყვანისცემა ერთი რომ პატრის მიგება მეორე მაგლის მიღება რომ ვიცხოვრო ის მიზნით
რომ შემეწიე, რომ შენაირი გავხდე, შენაირად განვიწმინდო. შენაირი მაგარი გავხდე. თორე ხა ვერას ვერ ვიქნები ხა წმინდა ნიკოლოზისნაირი მაგარი, მაგრამ მამა გაბრიელისნაირი მაგარი. ხო, მაგიტო მივდივარ, მე ვაღიარებ მის სიდიდეს, ჩემი მუხლით და ჩემი თაყანისმით. ხო, თქმა მიდოდა ზუსტად რომ აქ დარწმუნებული ვარ ის სიცოცხლეში სხვას აღიარებდა. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ხო ეგეთია მამაო, რომ სხვისი აღიარებით იწყება. ანუ ბალანსი მოდით ახსენე, უყურეთ ახლა, უყურეთ. ეკლესიის ხრივ ჩვენად აზრები 1000-ზე მეტი მდელსახურები, სახარებები, ყველაფერი გვაქვს, ხო? და რა ტენდენცია იცის ცოტა ისეთი, ნუ დარღვეულია პროფესორო. თაყვანისმის ფორმებში ძლიერი ვარ და ცხოვრებაში ფეხზე ვერ ვდგავარ და ვერ ვახორციელებ ქრისტეს პრინციპებით ვერ ვცხოვრობ. შედეგი რა, ორ ქართველს ერთობა არა გვაქვს. ამდენი ლოცვები, ამდენი მაზიარებლები ქალაქში ბიბლიაში წერია ერთი მართალი თუ გამოჩნდება ქალაქში ხალას გადავარჩენო. აი სოდომს რო დავცინი ჩვენ რო ისაო რა ქვია განადგურა, მაგრამ იმას რატო არ ამბობ რომ 10 კაცის არ აღმოჩნდა იქ თორე სოდომი გადავარჩებოდა. ბაში სად არის ჩვენი 10 კი არა 1000-ობით 10,000-ობით მაზიარებლების ძალა რაშია საქართველოს რატო ასე დღეს ნორმალურ დღეში ვართ? მე არ ვამბობ პოლიტიკურ დავანებოთ თავი ურთიერთობებში შედით აბა სოციალურ ქსელში ხდება მიტინგებზე რა ხდება ორი ქართველი ერთმანეთს არ ვინდობ ანუ ხე ნაყოფით იცნობა ანუ რაღაცა გვაქვს გადასაფასებელი მეთქი აუცილებლად სერაფიმ საროველი რას ამბობს მარხვა ზიარება აღსარება ეკლესიური ცხოვრება და ყველაფერი საშუალებაა ხოლო მიზანი არის სტიაჟანის სვეტოვ დუხა ანუ სულიწმიდის მადლის მოხვეჭა ამის მეშვეობით მაგრამ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში თვით მიზანი ხდება ეს დაფიქსირება რომ ნაზიარები ხარ მოძღვარი ყავს ფარისევლების ზედმიწევნით რო იცავდნენ ისთვის ყავს ეს ყველაფერი ეს არ არის მიზანი ეს არის იმისთვის რომ მიემსგავსო უსასრულოდ და იცხოვრო ისე როგორც მაცხოვრება გითხარ რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და ცაში ღმერთი არ ვეძებოთ საიქიოში იქ დაგხვდება სააქაოში მყავს მე აგერ მოყვასი და იესოს რო ეკითხებია მამა გვაჩვენეო რა შეუგრება ფილიპე რამდენი ხანია თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანიო ვიც მე მიხილა მამა იხილაო როგორ მეკითხებიო ახლა იესო რატო ამბობს ამას ვექტორი საით არის მიმართული ნუ იყურებით ცაში ნუ იყურებით მაინც და მაინც ტაძრისკენ შეხედე მეგობარ თვალებშიო კომუნისტების დროინდელი სიმღერაა ისინი გჯობიდნენ ხშირ შემთხვევაში ადამიანს უყვარდა და მოდი რა ეს ცოტა ფოკუსი ერთმანეთისკენ გავაკეთოთ და შემდეგ უკვე აი რა გვეშველება, აი ზუსტად იგვეშველება, რომ ესე ბანაკება დაპირისპირებულობის მიზეზი სადვეძებოთ, იქნებ იმაში, რომ ჩვენ ფესვებს დაუბრუნდეთ და მე მინდა ერთი პატარა რაღაცა გავაჟღერო, რომ აი ვაფხისტყაოსანში არის ადგილი, სადაც ავთანდილი 3 წელი ეძებს ტარიელს, ვერ იპოვა, იქნა თქვა მიქოდა, რომ თუ 3 წელს გადავწდები დამიტირეთო და უკადაბრუნებას არ უნდა ივიტორ თინათის როგორია ჩვენოს ტარელის გარეშე შეყვარებული და დაავალ გაიჭედა ანუ ვერ წინ მიდის ვერც უკან მიდის საქართველოს არ გავს ასეთ მდგომარეობას ახლა შუაში ვარ ამ ორ უკიდურეს დაძაბულობას შორის და გამოსავლის ძებნაში ვარ აი აქ ამბობს საოცარ სიტყვებს შოთა ავთანდილზე საგონებელში ჩავარდა დადგა საქმისა მრჩეველად. აი ჩვენ ხო პატარა ქვეყანა ვართ კავკასია საქართველოს. შესაბამისად ჩვენ რუსეთივი დიდი არა ვართ, ჩვენ არც მოგვეთხოვება ტორები და ფიზიკური რაღაცები. სიბრძნე პატარა სიბრძნე რომ მთელ სამყაროს გადაწოლის გონიერება იქნება ამ პატარა ქვეყანაში საგონებელში ჩავვარდეთ ავთანდილივით. ავთანდილი ხო ჩვენი ხასიათია რა გვჭირს იქიდან დაუშვათ ორბანაკად რო არის ძირითადად გაყოფილი ცოტა ნაკლებად ქართული ოცნებაში ცოტა ნაკლებად იქით მეორე ოპოზიციონერი ცოტა იქით ვიღაცა ნაწყელი ქართველები ფეხის აკრეფით რაღაცა ცალკე და საგონებელში ჩავარდნენ ქართველთა ერთობა რო შექმნეს არაპოლიტიკურ პარტია რომელიც დაგლეს და დააპირისპირეს და მეორე რას გააკეთებს საგონებელში ჩავარდნა რას ნიშნავს მას თინათინის გონება კლავდეს წამწამთა ჯარის ან გონება არის მოგონება გონიერი კაცი ვინ არის ხსოვნიერი კაცი რას ნიშნავს ეს ვიგონებ მოგონება ხომ საგონებელი ნიშნავს სახსენებელი იქ სადაც ფესვებია იმაშია ხსნა ქართულში რომ გვაქვს სიტყვა ქართულში მიხსენი ამიხსენი გამახსენი ხსენებაა ფუძე აქ სხვა ენებშიც ასია ანუ ხსნა არის გახსენება ჩვენ დავიწყებაში ვარ დავიწყება ტვერია დავიწყება სიკვდილია ოღონდ ზერელი ზედაპირზე რო არის და ახლა უნდა ვქნა საგონებელი არის სიმძიმე აზროვნება ანუ
წავართუნდა თავი ემოციებს, წავართუნდა თავი აი ზედაპირზე, აი ამ იმას ჯგელეთას რომელშიც ვიმყოფებით და რაღაც ნაწილი ნუ თუ ვებხესყაოსის ქვეყანა ვართ, ამდენი წმინდანების, არაფერი არ ვთქვა, ყველაფერი ჩვენში როგორ შეიძლება არ იყოს ის ნაწილი ცნობიერების შემორჩენილი, არ მომკვდარა მხოლოდ ძინავს, რა არ მომკვდარა, ხსოვნა ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, აი საით მივდივართ, ანუ რა მისია აქვს საქართველოს და აი საგონებელში ჩავარდნილმა ადამიანებმა ფეხის რაღაცნაირად უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, იქნებ მოვწყდით, იქნებ მანქურთებივით, რომლებსაც დავიწყებული აქვს თავისი ფესვები, აი ამის საშიშროება გვემუქრება, თლად არ გადაგვარდეთ და დროზე ადრე ვუშველოთ, აი როგორ ტარიელზე წერია, მზე დავბრუნდა, არ ვიცოდი მზეს თუ რამე დააბრუნებს, აც ვუშველოთ, ნაცვლად იგი დღეთაც ჩვენთან დაგვიტბუნებს. ტარიელი არ არის ხომ ისტორიული პიროვნება, ტარიელობა არის, რომელიც ავთანდილობა არის, რომელიც თითოეულ ქართველს გვაქვს და სადა გვაქვს დღეს? წიგნში, ვეფხისტყაოსანში და სამუზეუმო ექსპონატი, როგორც წინაპრის ხმალი რო აქვს კედელზე დაკიდებული, ამისთვის გვინდა ვეფხისტყაოსანი ნახე რა პაპა ყავდა, შვილიშვილმა რო იქადოს და თვითონ არაფერი არ აქვს. და ის პაპა რო ყავდა, როდემდე უნდა ელოლიავო, გახსენი და მისი პრინციპებით იცხოვრე, აბა რატო დაიწერა? ჩვენ რა ავთანდილობა არა ყავს გულში, ტარიელობა არა ყავს გულში და ამ საგონებელში ჩავარდნილი ადამიანებმა იქნებ ილიას მოусმინოთ, რომელიც გეუბნება ან აკაკის მე რო საუნჯეს ვეძებდი, გარეთ გაჭრილი ეული, თურმე შინვე ყოფილა, კერის ძირშივე დაფლულიო. ჩვენ ძველებს შემოუნახავთ, შეუკრავთ მზის და მთვარისა. ანდა თურაშაულის პატრონი დღეს შეეძებდა პანტასა და ასე შემდეგ. ანდა ბაზალეთის და ტბის ძირას ოქროს აკვანი არიო და იქნება აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღედაღამ მოელის ჩუმის ნატურითა ქართველი. ვინ არის? აი ეს საგონებით ჩავარდნილ ადამიანებმა რა უნდა ქნა ქართველებმა, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილები ყველაფერი ვიცით და ამ დროს არაფერი არ ვიცით უმთავრესი. რისთვის დავაგროვეთ ამდენი ცოდნა, რისთვის ვიხეტიალეთ? მოდი რა ფუტკერებივით, რომელსაც ჩვენზე მეტი ჭკუა გამოდის რო აქვს და ჩვენთვის საჩვენებელია და მაგალითია უამრავი ათასობით ყვავილები და ნექტარი ისევ ერთ ფიჭაში რომ მოაქვს ჩვენი გამოცდილებებით რაც დავაგროვეთ ქართველებმა ცხოვრება თუ ვერ შევცვალეთ ცაში წასაღება და საიქიოსთვის გვინდა ამდენი ცოდნა და გამოცდილება ეს საქართველოს ვის დაუტოვოთ მაშინ და დავცინოთ ამათ პოლიტიკოსები ასეთები არიან ისეთები არიან კი არა ნამდვილი პოლიტიკა ვაწარმოოთ რა არის პროქართული რას ნიშნავს პროფესოები პროძირი საიდან მოვდივართ აი სად გაგვიწყდა რომ იქ ჩავიდეთ გვეყო სიმძიმე იმიტომ მარტო ადამიანი ვერ ჩავა ერთად და გავიხსენოთ მაშინ რა მისია აქვს საქართველოს და სანამდე მივდივარ აი ამ დღეების რამდენიმე თვის წინ ხელახლა წავიკითხე მოქცევაი ქართლისაი თავისი გარჩევით და ყველაფერი და წმიდანინოს მოგზაურობ და რა ხდება რა მისია აი იმდენ ხელახლა გავცოცხლდი და ავსდექი აი მე ისტორიული დავამთავრე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მე მასწავლე მარიკა ლორთქიპანიძე საქართველოს ისტორიას მაგრამ ის მატერიალისტები იყვნენ და შესაბამისად ისტორიას განიხილავდნენ ამ ჭრილში და მოქცევაი ქართლისაის მარიკა გვეუბნება და ეს არ არის წყარო იმიტომ ეს არისო რა მითი ფაქტიურად და მაშინ თუ მაგ გაგებით სახარებაც მითია და ბიბლიას და ასე იყო იმ დროს მაგრამ დღეს ხო უკვე გვაქვს ჩვენ თავისუფლება მოდი რა არის ორი ისტორია ერთი არის გარეგნული სტატიკური ისტორია აი გარსი და მეორე არის შინაგანი ისტორია სულის ისტორია რომლის ის არის აი რომელიც გადმოცემული სწორედ მოქცევაი ქართლისაა ნინოს მოგზაურობა ერთი ჩანს ის ყველაფერი რაც მოსემ გააკეთა ეს გზა ეგვიპტიდან ხალხი რო გამოიყვანა აი გეუბნები იმდენი დამთხევებია შემდეგ იერუსალიმის ტოპონიმები დაახლოებით მე დავითვალე 8 ტოპონიმი რომელიც არის ცხეთის გარშემო და მის რეგიონში ახლახან ვიყავი და ჩემი მეგობრის სახლში ირაკლის სამუშია იქვე ცხოვრობს აი ჯვარის უყურებს იმას და რაღაცა ვიხეტიალე რა ესეთი ის იყო ლამაზი სახამო იყო და უოცბად თვალი გავხო გეცემანის ბაღი ეს პატრიარქის კურთხევით ხო ეს პატრიარქის ძალიან დიდი დამსახურება ხა თქვენასაც საუბრობთ კი ამაზე ვისაუბრებ რა თქმა უნდა გეცემანის ბაღი თავისი იმებით ახლა რა ხდება როგორც არის იერუსალიმში ნახეთ აი ხა რო ავიღოთ იერუსალიმის ტაძარი მისი აღმოსავლეთით საკურთხევლიდან არის გოლგოთა და მე არის შუაში არის გეცემანია იქაც
ზუსტად ასევეა ჩვენს სვეტიცხოვლის აღმოსავლეთის საკურთხევლიდან ჩანს ჯვარი, ის გოლგოთას სახელმწიფო ჯვარია, ის შუაში არის გეცემანის ბაღი. აქეთ არის თაბორის მთა, იქით არის ელეონის მთა, იქით არის ბეთლემი უფრო შორს, აქეთ სამთავროს ისა, მოკლედ რამდენიმე რვა ტოპონიმი, რომელიც საქართველოს იმეორებს იერუსალიმის ტოპონიმი, რა ხდება? რატო არის ახალი იერუსალიმი? კარგი. გელათის აკადემიას რას ეძახდნენ? ახალი იერუსალიმი და ახალი ათენა. ანუ რა არის იერუსალიმის სიმბოლოა? სულიერების, ხო? რელიგიის ცენტრია. ათენი აზროვნების, მეცნიერების. შესაბამისად, ახალი იერუსალიმი და ახალი ათენა ნიშნავს, რომ გელათში აი ეს საიდუმლო იქნა, მიკვლელოთ ეს მატერია და სული რო ერთია, რომ ეს ცალ-ცალკე არ არის და აი როცა ამას მიაგნეს, დავით აღმაშენებლის ძალა რაში იყო? ზუსტად ამ ცნობიერებაში, რომ ეს არ არის დაყოფილი ეს სამყარო, საიქიო და სააქაო ტვინმა გაყო. იესო ამბობს, რომ აქ არის აღდგომა, ლაზარე აქ აღდგება, ის აქ მოდის როგორც აწმყო, ანუ აწმყოფი. და ოღონდ მამა გაბრიელიც მაგას ამბობს საქართველოს, როგორც ლაზარე. ეს იქნებ ჩვენი მისია, გიორგი, ახლა რომ გვაცოდვილებს განგება, რომ აი ეს რომ ჩვენ რომ რა გვჭირს, მოდი რა გამოვიყოთ მოაზროვნე, ვისაც პრეტენზია გვაქვს, ვისაც გვიყვარს საქართველოს, რომ დავждეთ და აბა რა გვჭირ, აი ემოციებს კი არ აყვეთ, რაშია გამოსავალი? და გამოსავალი რაშია? ესე გახსენებაში, იმ ფესვებში ჩასვლაში, რომელიც წინაპრებმა იქ ანთეოსივით მოწყვეტილი ვართ ფესვები და ამიტომ არის განგება გვაცოდვილე. იქ ევროპა, რუსეთი, აქეთ, იქით ის მოდის, აქეთ, მაგრამ ესე პრობლემას ვერ გადავწყვეტ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მოდი ცნობიერება აზროვნება, გახსენება ჩავიდე და შეუერთდებით იმ ნაკადს, აი იმ მადლის მიერ ნაკადს, რომელიც დღემდე წინაპრებმა მოგვიტანეს, რომლისგანაც ბოლოს ზვიადის მოძრაობა ეროვნულ მოძრაობები და ზვიადი თუ ეს ილიას ხაზია, დავით გურამიშვილის ხაზია, ბარათაშვილი, რა უნდათ ამათ? აი მაგალითად ილიამ დაწერა ილია ჭავჭავაძე პატარა ლექსი, გახსოვთ ყველას აყვევებულა მდელო, აყვევებულა მთები, მამულო საყვარელო შენ როზღა აყვავდებიო და ილია გააკრიტიკეს. მაშინ მატერიალისტები იყვნენ, კაცო, ილია ჭავჭავაძე ფლადისაო, რას იშავს, კაცო, მთა თუ აყვავდაო, მდელო თუ აყვავდაო, მამულო როდის აყვავდებიო, მამული მთა და მდელო არ არისო და ილიას მამული არ იყო მთა და მდელო. საქართველო არ არის თადამდელო მარტო საბალახო ადგილი. მისიის ადგილია, როგორც ისრაელი იყო მისიის ადგილი და მესია დაბადა. და ის მესია რო დაიბადა, სად უნდა გაიზარდოს, გიორგი? სად უნდა დაკაცდეს? იესო ხო უნდა, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სრულყოფილ კაცამდე უნდა გაიზარდოს ქრისტეს ეკლესია, ეკლესია მისი სხეულია. შესაბამისად აი ის თუ პირველი მოსვლა იქ მოხდა მისია, იქნებ საქართველოს მისია, მისი დიდებით გაცხადების ადგილია. იქნებ ჯვართან რო დგას მარცხოვარესთან მარიამი, დედა, ღვთისმშობელი და იოანე და იესო რო ამბობს დედა მიმართავს, ეს შენი ძეა, ხოლო ძეს მიმართავს, ეს შენი დედა, ანუ დედის მაგიორი კი არა, ან ძის მაგიორი. გძელდება ეს მისია. იესო იოანეში შემოდი, როგორც სიყვარულში. და დედას წილი არის ღვთისმშობლის წილია საქართველოს. იოანე ლაზარეც კვართი რო აქ არის ჩვენთან. ეს ყველაფერი, მოდი დღეს იქნებ დადგა ჟამი, რომ ეს ძალად ვაქციოთ, ესოდად კი არ ვიკვეხნოთ, ჩვენ შოთა გვყავს, ჩვენ წმიდანინო გვყავს, ჩვენ კეთევან წამებული გვყავს, ჩვენ 100.000 კი გვყავს, რისთვის გვყავს, რომ საჯიჯგნად საქართველოს მიუდგეს დეგრადირებულ ცნობიერებას, მხოლოდ საშოვარზე, ფულზე, რაღაცა მატერიალური, კაი, დაუშვათ გვექნება მატერიალური სიკეთე, ყველაფერი გვექნება. ეს არის ბედნიერებისთვის საკმარისი მარტო თუ ის არ გაიგე რისთვის ცხოვრობა აქ, მაშინ დათათუთაშხეაში რომ რას დაემსგავსა საქართველოს და საშოვარზე გადაგებულ ნახირს, აი უკაცრავად და ისე ამბობს, ეს ქონდა უფლება ის ვინც დაწერა ეს და ჩვენც რო უყურებთ რა ჭირიბჭირს, რა დღეში ვარ, აი საგონებელში შევარდნენ ქართულთა ერთობა, რომ დავიწყოთ ფიქრი, დავიწყოთ მსჯელობა, დავიწყოთ საღად და აზროვნება, რომ როგორ უშველოთ ყველა ჩვენ ქვეყანა. შენ ძმაო, შენი გამოცდილებით, მე ჩემი გამოცდილებით, ვიღაცა ჩვენი და არა ის რომ ვიღაცაებს თვალებში უყავა, ვინ შეცოდა და მთელი ეს აგდებულია დღეს თითის გაშვერები, ეს ასეთი, ის ასე, ყველა ქართველი ვართ, ყველა ჩვენი სხეული ვართ. ოღონდ უნდა გქიოს, მართლა სხვა შეს, ეხა ისა რა ქვია, მინდა რომ დაგეხმაროთ, ანუ ხარ დამეხმარეო არ იმას მიქნაო და მინდა რომ რაში დაგეხმარო, იცით მამაო, როგორ უნდა ადამიანმა თუ ერთი კაი გამოგვერიაო, ხო იცი
მე ეგრევე დაჩიშკინე. ისე დავყორტნი როგორ ხო და აი მამაო ნახეთ მამაო როგორ უნდა ვიცოდე რომ აი მამა გურამს რომ პრობლემა აქვს ჩემი პრობლემა აი როგორ უნდა ვიცოდე რომ სიტყვაზე საქართველოს პრობლემა ის ყველაზე გაუბედურებული ყველაზე მოტყუებული თუნდაც ეს მთავრობა არის თუნდაც ხედრო რავი ვინც არ უნდა იყოს მაგას არ აქვს ნიშნობა ყოველი ადამიანი იმიტომ რომ საქმე რა შეიცი მე თქვენ ვერ მეყვარებით მამაო თუ სხვა მოძღვარი მეზიზღება ან იმის იქიდან ნუ რა თქმა უნდა ყველა შეიძლება ვერ შეიყვარო მაგრამ უნდა ეცადო ეს მცდელობა აუცილებლად ღმერთისგან დაგიფასდება შენ რო გინდოდა საქართველოს გადარჩენა მაგრამ დღეს ახლა რაღაცნაირად აი ჩვენ შევიკრიბეთ ისე რომ მე მაინც ვერ გუშველი ვერაფერს ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მე რა გაიყიდო სიტყვაზე იქ არაბი მოვა თუ ისე რა მნიშვნელობა აქვს ჩემი მაინც არა ასე ისე არ არის სწორი მამაო რა ჩვენ უნდა ამისთვის ვიწვალოთ უნდა ვიშრომოთ მამაო იმიტომ რომ ვიღაცის შენი ეგოიზმი ჯიბეში უნდა ჩაიდო შენც უნდა შეინახო რა შენ რო დღეს მოხვედი შენ აი თანამდებობაზე მამაო 1-200 ხო და ეს არის ეს არა მარტო მთავრობაში არის ოპოზიციაშიც არის პოზიციაშიც არის ეკლესიაში ყველგან არის მამო ეს პრობლემა ნებისმიერ ადგილას მამო აბსოლუტურად შენაერი ყოფილა უამრავი დავითი რო ამბობს როცაო ჩემ იმასო კვეთხ სხვა დაიჭერსო და ეს ჩემ ყველაფერი გადაბარდება სხვასო მაშინ მომიხსენე უფალო ეს უნდა კონდეს შეგნებული რომ შენ არ ახარ ბოლო შენს მერე კიდე ბევრი იქნებიან და აი როგორ მოგიხსენიებენ მაგანზე უნდა იზრუნო შენი ცხოვრებით ღმერთი გაიხარებს ამ ქვეყნად აი ეს არის ჩვენი პრობლემა მამო ჩვენ ცხოვრებით დღეს მარტო ჩვენ რჩებით და ჩვენ ღმერთს არ ვტოვებთ მამო ამ ქვეყნად თუ შეიძლება აი ხო აი თუ შეიძლება როგორ ვიცხოვროთ ისე რომ აი ღმერთს გაიხარდეს რომ აი ჩემმა შვილმა რომელიც მე აქ ქვეყნად დავბადე გამიმართლა რა მაგარია ხო თუ შეიძლება მამავი როგორ თქვენ ენაზე ავლაპარაკდი ყველაფერი იქნება გიორგი და მეთანხმები ყველა საქმეს ადამიანი რო იწყებს რაღაცა მოდელით იწყება. აი დავუშვათ სოფელში რო იყო რაღაცა მოდი გავაკეთო რა პროექტში გაქვს რაღაც. აი წარმოიდგენ, მე ახორციელებ. ქართველები იმდენად ვართ ემოციას აყოლი რომ ჩვენ ემოციის და პროტესტის ფორმა კი არ გვაქვს, ნახე ყველგან პროტესტი გვაქვს, ყველაფერზე, მაგრამ ამ პროტესტს უნდა სწორი მიმართულებ, თუ სწორი არ კი დამანგრეველი იქნება. ამას გამეცინა ხა არიგდოტი ერთი. ხო, მედი ითხარი. არა, არიგდოტი კი არა, ჯემაჭკოს მოწყობილ ერისერის ხეთრა. მან მოყვა მე უსმენდი. გურიაში ჩავედიო და გააცო ერთი კაცი, ჩემი ახლობელი მივესალმე და გვერდით უდგასო, აი ესეთი ახალგაზრდა. ვინაა ძამა ეს კაციო და შვილია ჩემი და გურულობთ. ოღ ბიჭო, რა ბიჭო ყოლია, რა ბიჭო შკავებცი. კი, ძალიან ის არის, აი ჭადარს ხედავო, მოგლეს ძირიანად ამასო. აუ და მე შევაქეო და მაგრამ რა გინდა რა, სადადოს არის ის მერეო. ეს მე ძალაა და ჩვენც ესე გჭირს. ძალიან თითოეული ქართველი ცალ-ცალკე უნიკალურია. ჯერ ქართველები რასაკეთებს სოფლის ბეწყვედე ყველგან სტალინიდან დაწყებული ჩვენი ისინი მამელუქები და მთელი ეგვიპტის მმართველები იყვნენ და სად და სად არ მიჩენდით თავს. აბა. სხვათა შორის ყველგან ძლიერები ვართ ისე და ამ დროს პატარა ქვეყანა რაღაცა 3 მილიონი ნახევარი სადღაც შეყუჭული ეხეთ ნახევარაფთა ისა და ჩვენ ათობით პოლიტიკურ პარტიად ვარ დაგლეჯილები. ნუ კარგი ხა და აი როგორ შეიძლება ჩვენ ამდენ ანუ გეუბნებით რომ ინტელექტი ჭკუა გვაქვს ყველა ემოცია გვაქვს სიჭარბე გვაქვს სიყვარული და ამ სიყვარულით კლავთ ერთმანეთს ამ სიყვარულით საქართველოს გავგლიჯეთ რომ ჩემიათი და დავანაკუწეთ და ბოლო გონსმოსლა სწორედ იმას ნიშნავს რომ აი ეს ყველაფერი რაც გვაქვს ჩვენ გამოცდილება ემოცია ესეთი ქართულობის იქ ყველაფერი რაღაცნაირად ერთი მიმართულებით უნდა შევკრათ მოდელი რაღაცა კონცეფცია მე ვამბობა საგონებელი შავარდი ქართველთა რას შევიცი რომ შევიმუშავოთ რა სტრატეგია გვაქვს და რა ტაქტიკა არაპოლიტიკურ სკამებისთვის მოდი ახლა შევქმნით პოლიტიკურ პარტიას ახლა ხალხის პროტესტები ბევრი აქვს მოდი ამ 30%-ს მე ახლა ისეთ პოლიტიკურ პარტიაში ჩემი იქნება და მე მოვალ ხელისუფლებაში ჯო არა ნუ თუ რამდენიმე ადამიანი ათეული ადამიანიც კი საკმარისია მართლა გონსპოსული არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თუ იტყვით ახლა ოპოზიციაში ყველა ის არის საქართველოს მტერი და ოპოზიცია იტყვის ყველა მეორე მხარე თავრობის მხარე მტერია ამ ბავშვურ რაღაცა წავართოთ მოდი პასუხობრივი ავიღოთ ერთი ქართველი ის მეორე ჩემ ნაწილად ავიღოთ და ჩემში გავათავისუფლო ჩემგან აღგვადგინოს საქართველოს მე მეორე მესამე მეოთხე და ასეთ ახალ სივრცეში იქ რომელიც იქნება გამამთლიანებელი აი ეს უნდა დაჯდეს ტახტზე ფიზიკური ადამიანი კი არა ცნობიერების გონიერების სიბზნეს და სიყვარულის ნათლისვეტი უნდა დაეშვა საქართველოს და მის გარშემო უნდა ვიტრიალოთ ვეფხისტყაოსანი რით თავდება
რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთი დაუშრეტია ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართვითა სვეტია აი ზეცით სინათლის ჩადგომას უშლის ხელს რისხვარი ბოროტება რუსულად ზლოისა ანუ გაბოროტებული განრისხებული ანუ ენერგია რომელიც სიყვარულის ენერგია ჭარბად რო გვაქვს ხეთქავ ვანგრევთ ერთმანეთს ქვეყანას ერთმანეთს ვაწუხებთ ჭარბი სიყვარული ეს ჭარბი ყველაფერი სიყვარულია უბრალოდ ჭარბად გამოყენების სიყვარული ცეცხლს გავს რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში სახს გაგითბობს და ყველა სიკეთეს გაგიკეთებს და თუ გაგექცა სახს დაგიბუგავს და ბუგავ და გავანელოთ ცოტა წყალი დავასხათ გონიერების წყალი და შევქმნათ ახალი რაღაცა სივრცე სიცარიელეში ამ საგონებელი შავარდილება სადაც ჩვენ გონს მოვართ როგორც ქართველი იმიტომ დიდი ქართველი არსებობს რომელიც ყველა ვატარებთ მაგრამ გადაფარულია მტვინებით ასობით წლის მანძილზე რაღაც დაილექა აი მასა აქვს ალიო მერწყულავას თუ არ ვცდები გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი მოგიზგიზე სიყვარულის გამო აი საქართველოს გულს მოგიზგიზე სიყვარულის გამო დაუგროვდა ჭვარტლი ეს სულ გროვდებოდა ასე ეს და მინავლული ეს გადავქეკოთ და ის გული საქართველოს ხეთაში ის საქართველოს ცხელი გული ასვენია არ მომკვდარა ხოლო ეს ყველაფერი ლექსები და რაღაცა საყველპურო და საზღერძელოების სიტყვა აუ პირველი ქართველი პირველი სამი ჭიქა ძმებო ამ სად ჩანს ეს რეალიზირებული არა გაქვს და ტრაბახობ ამით რუსთაველი ტრაბახობ ამით მამაპაპები ტრაბახობდა რას და გამსგავსათო იმას შენ თავს აი ამას ვამბობ ეს ხო ერთი ხელის გაწვენაზე ის საქართველო რომელსაც დავშორდით პატარა გაქეკვა უნდა გაჩხრეკვა უნდა აი დანაცრულს გამოაშორება დავიწყებისგან გახსენების ალი აენთებოდა ჩვენ მთელი არსებით მთელი ავთანდილებად ვიქცევით არიელებად ვიქცევით ნესტანებად ვიქცევით თქვენ თუ გონიათ ეს რამე ფურცელებში დარჩა ან სადღაც იმაში იყო რაღაცა პარალელურ სამყაროში ყველა ვატარებ ჩვენ აბა და შოთაის ნაკოლის სისხლი და იმის ნაკოლის თბილისის ფართ ყველა უბრალოდ გადაფარულია დღეს მამაოს ხათა შორის გალაქტიონის დაბადების დღე ამ დიდი სერიოზულად მოდი მაშინ გალაქტიონის ზუსტად ამას შეესაბამება გალაქტიონის ლექსი ძნელი აღარ არის პოვნა რაც რამეა დაკარგული რადგან რასაც კარგავს ხსოვნა ღრმად ინახავს ჩვენი გული აი გარანტიოს მაინც დაუჯეროთ აქ მე ერთი პატარა ალცგემერი რო დამემართოს შეიძლება საქართველოს კერა სახელი დამავიწდეს ტვინში არ არის საქართველოს გულის გულშია იქ არის ღრმად და იქ ჩავიდეთ და იქიდან აენთება ის სიყვარული და არა მარტო საქართველოს გადარჩება გეუბნებით გადარჩება კავკასიას გადარჩება სამყარო აი გრიგოლ რობაქიძის სიტყვებს მოგიტან გრიგოლ რობაქიძე წერს რომ ჩვენ აზიას ვეკუთვნითო მაგრამ ევროპე უფრო სწორად აზიის ევროპაში ვერ გავცვლით აზიელობას თუმცა ყველაზე კარგი იქნებაო ევროპისა და აზიის ანუ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილიო ქართული ნადიმით გადავიხადოთ ქართული ნადიმი რას ნიშნავს ჩვენ შეცნობიერება ღვიძლი რატო არა ღვიძლთან ეს ამირანი გაიგივე ღვიძლი რას აკეთებს ანუ იღებს საჭმელს ყველაფერს ამუშავებს და სისხლად აქცევს ქართულ რეალობაში კავკასიაში ათობით ნაკადი შემოდიოდა კულტურების არაბული ნაკადი იქ სპარსული თურქული რუსული იქ მატერიალისტური ყველაფერი მაგრამ სასწაული ის არის რომ ამუშავებს ღვიძლივ და ისევ თვითყოფადობას ინარჩუნებს ლონდონში ყოფილა ახლახან მსოფლიო ისტორიკოსების კონფერენცია და ერთი მსოფლიოში ცნობილი ისტორიკოსი გამოვიდა და თქვა ღმერთის არსებობის მტკიცება ის არის რომ დღეს საქართველოს არსებობს როგორც თვითყოფადის ქვეყანა და რატო ყველანაირი გაწესით ის არ უნდა მოსულიყო დღემდე ანუ არა უბრალოდ საქართველოს კი არამედ თვითყოფადობა ენა მამული სარწმუნოება აი ამ იმპერიული მასში ყველანაირი გათვლით ეწინააღმდეგება ანუ როგორც ისრაელზე ამბობენ რომ სასწაულია ისრაელის არსებობა დღეს ზუსტად მეორე სასწაულია რომ დღეს საქართველოს იქნებ მისია რომ პირველი მოსვლის მისია ებრაელებს დააკისრა და მისი დაკაცების ანუ ქრისტეს მეფობით მოსვლის გამეფების იმიტომ რომ ის პირველი მოსვლა არის წმენით მოსვლა და წმენა სიყვარულად ხუნდა შედგეს ნაყოფი ვჭამოთ და აი ეს მისია საქართველოში ეს და ყველა ვარიანტში იმდენი ისინია ამისკენ მიმანიშნებელი ჩვენ დაღდასმული ვართ ამ მისით როგორც ებრაელები იყვნენ დაღდასმული რატო არის ეს ამბიცია ეს ხო მოწოდებაც არის ჩვენი და აბა ეს არის წინაპრების პატივისცემა ამიტომ გითხარებენ რომ თაყვანისცემა წმინდანების ის კი არ არის რომ პარაკლესები ვიხავთ არა პარაკლეს იმიტომ ვიხდით რომ იქიდან მადლი გადმოვიდეს რომ რეალობაში განვახორციელოთ ის რასაც ისინი გვასწავლიან არა ნახეთ მამაო რაღაცა მინდა კითხო ჩვენ ხო შევთანხმდით რომ
თქვენ რომ უნდა მოხვიდეთ შემდეგში მაგის გამო ჩვენ არ უნდა ვიკამათო და პირიქით დაგეხმარო ხოლმე, მაგრამ ეს პარაკლისი მამო როცა შენ ჩვენ მივბაძოთ მეთქი რეალიზაცია მოვახდინოთ. პარაკლისი მე რო გადავიხდი და რო გამოვალ და მამაგურამს თვალში დანას ჩავარტყავ, ეს უკვე ცოდვა. ის პარაკლისი მე უნდა გამყვეს და უნდა მახსოვდეს. მე რო დილის ლოცვა წავიკითხე, ტრანსპორტში რო ვიღა ჩემ ხვდება, არ მოკლა იმის გამო რომ ფეხი დამადგა. მე ვადაკეთ ამას. ხო, ან სახარებას რო წაიკითხავ ის რომ მტერი უნდა შეიყვარო და უნდა რაღაცა პატეება შეგეძლოს, ეს უნდა ნახო შენ. ან უბრალოდ და თავდაბალი რომ უნდა იყო, მამო, როცა რაღაცა ინტერესები შემოდის შენი საწინააღმდეგო და შენ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ უნდა გადათელო მოწინააღმდეგე. არ უნდა გამოკეტო, არ უნდა აწვალო და არ უნდა აწამ, შენ უნდა გაითავისო ის და თუ ცდება, რამე პრობლემა აქვს, მამო, უნდა დაარიგო და ასწავლო თუ შენ მაგდენი გესმის და თუ არა და არ უნდა გააშაო. თქვენ რასაც ამ სოციალურ ქსელში იმაში ერთმანეთს ლანძღვაგინებით რო არის დაკავებული, მამო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სწავლება კი არ უნდა. შენ უბრალოდ უნდა რომ გაგანადგუროს როგორც წერი და ჩვენ თუ ერთმანეთს სტრათ აღვიქვავთ, ეს 2 მილიონი ვართ, მამო, სადღა ვართ 3 მილიონი. აღარ დავრჩებით. ისედაც არ ვართ. აი, სულიერი კავშირი აღარ არის, მამო. ჩემი მრევლი, შენი მრევლი, იმის მრევლი და всё, დაყოფილები ვართ, რაღაცა იქაც კიდე გათითოკაცებული კიდე რაღაცა. მე ვარო ის რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის აი ხაშლამა რო იხაშება, ხო, ყველა ვიცით რა ხდება, მაგრამ რომ ხარშვის მერე ქაფს მოიკიდებს, აი ამ სიხეს თითქმის. ეს ქაფია რა ზედით, ეს არ არის საქართველო. ეს არ არის საქართველო, ეს არის აი გულის ჯამში დამიგროვ და ჭვა, ეს არის ჭვარტი, ეს უნდა მოხდეს მერე გადაიხდება. აი იქ მოთიმთიმე გულებია ჩვენი ხაშლამასავი, ის არის საქართველო. მე ვხედავ ამ გულებს. ჩავიხედოთ ღრმად და აი მე რო ვთქვი რომ საგონებელ ჩავარდნენ ქართველები, ეს ხდება უკვე ეს პროცესი, ვარიანტი არ არის, რომ დღეს ღრმად არ ვფიქრობდეთ ჩვენ, რატო არ უნდა ვიყოთ ასე დღეში ჩვენ წესი. არანაირად, მამო, არანაირად მართალი უკეთესად უნდა ვიყოთ საქართველოს გარეთ არ უნდა იყოს 1000%. არ რას ხაპარი სამყარო გვაქვს, გეფიცები დავდივარ მეტირება. აი ახლა რო ისეთი ოქროს შემოდგომა გვაქვს, სად არის წელიწადის 4 დრო ასე გადანაწილებულა. როგორ შეიძლება ჩვენ აქ ცხოვრობდეთ, ჩვენ რომ მისი არ ქონდეს და ჩვენ ამის პატრონები არ ვიყოთ, ჩვენში პოტენცია რო არიდოს, ჩადებული მართლა ვიშეს ქვეყანა სამოხთხის თვალიო რო ამბობ საქართველოს ბეჭედია ბაჯაღო და თბილისის შიგ ჩასმული ბადახში, ეს მარტო ლექსში დარჩა? სად არის ბადახში, სად არის ბეჭედი ბაჯაღლო? იგივე საქართველო არის დღეს, ერთადერთია ქაფი აქვს მოკიდებული, დუღს, რატომ? იმიტომ რომ დუღილით წიბდები და მე გადაიღრმება ეს ყველაფერი, დარჩება ის ოქროს გულები, რომელიც ყველა ქართველის გულში ძგერს, ყველა ქართველის გულში ის ქოცია თუ ნაცია თუ ვიღაცა და უბრალოდ ეს ზედაპირულია რაღაც. ამას მოვინე, ბევრი მოვინელებია ჩვენ და ამასაც მოვინე. უბრალოდ სიყვარული ყოვლის შემძლეა, სიყვარული ღმერთია ვერ მოითმეს ამას ჩვენი გული და ჩვენ აი ამ აღვდგებით, აი ჩვენივე საფლავიდან და ჩვენივე ამ იმებიდან დანაკუწებული მდგომარეობიდან. დიახ, მამო, თუ შეიძლება ეხა ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან, ეხა თქვენ რო ამბობთ, რომ ძალიან მართლა გული ეხა ემოციურად, მართლა გული მტკივა, რომ ეს ბავშვები იქნებენ თუ ვინც არ უნდა იყვნენ, ეს გარეთ იდგება თუ დაჭერილი იქნება თუ რაღაცა, მართლა გული მტკივა, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი რაღაცას ხო არ უშვებს. ხო? რაღაცას იჭერს ეხა თორე. რამდენი ხალხი გამოდის და შეუულია რომ რაღაცა თემა შეცვალო მთლიანად, მაგრამ რის გამო ხდება ჩვენ ამას არ უკვირდება, მამო. ესეც ხო უნდა დასაკურებელია, მამო. იქნება მე რო ეს ოცნება ამიხდეს, გარეთ რო დგევარ, საერთოდ საქართველოს დაიღუპოს, ხო? ეს ხო არ გვესმის ჩვენ, მამო. აი ეს არ არის, მამო, კარგი რა. ეხა მთელი ჩემი ცხოვრება მაგალითად, აი მაგალითად მე გეტყვით რა, 40 წლის ვარ, 20 წელი უყურებდი ვიღაცა ნაცებს თუ რაღაცა და ეხლა ამ ბავშვებს ოცნება რო აუხდეთ, კიდე ერთი 30 წელი უნდა უყურო ამ ნაცებს. საკაი, უბრალოდ გეხოცე ვიღაცა მან მოსვლა, ან წასვლა ხო უნდა იცოდეს, ხო? აი კი, გული მტკივა. აი ხა ბავშვი რო ტირის გული მტკივა და მე მივცემ სპიჩკას, მაგრამ იმ სპიჩკით თუ სახლი გადაწვა ის ცრემლი მეკცევა უარეს ცრემლად და მე ტკივილად, ხო? თუ შეიძლება, მამო, აი ჩვენ რა უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გზნობებზე აყოლილი მეც მომსვლია ის, რატო შეიძლება რომ ვიღაცა ბავშვს სიტყვაზე ესჭირდეს. ან რატო უნდა სიტყვაზე ის დაჭერაც მენანება, მამო, აუხსენი შენ თუ ცდება, მაგის გონება უნდა გეყოს და არა მოღალატე არ უნდა ეძახო. ეს არ არის სწორი, მამო, ვინც შენ არ გესახმება, ეძახო მოღალატე. ეს არის საშინელება და ეს არის სიბინძური. არა ქართული. არა, აი ზიზღი არის, ამის უკან რას ქვია? ეს არის ქაფი როც გიხარ. მიწის გაყიდვაზე, მამო, ეხა მეც ვეწინააღმდეგები ძალიან ბევრი ადამიანები და მოღალატეები, რას ქვია? მოღალატე შენ თქვენ სად იყავით? მე რო
აქ ვიყავი და ის ადამიანები ვინც ამას აპროტესტებდნენ. ადვილად გაწირვა ესე რას ქვია ჯერ საერთოდ მართველი თუ ქვია მოღალატეს როგორ შეიძლება ხვალე შენიანი გავხდე შენ ამიხსენი კარგად ხო ჯერ ასამიხი რო ვერ ხსნი მაგიტომ ეძახი მოღალატე. აი ეს ყველაფერი ეს არის თავხედო ეს არ არის ეს არის ზიზღი ის აი ოქრო რო გამოიცადოს ისეთ ცეცხლში ოქროს ადუღებენ სადაც აი გულის გულშიც რო ახინჯი ისიც უნდა ამოვიდე აი ეს პროცესები უნდა ამოვიდეს ზევით ეს ჩვენ სუბთავდებით ამით მოდი მეორე კუთხით შევხედოთ უნდა ამოვიდეს ზევით ყველა აი Facebook-ე Facebook-ის ანუ ყველა თავისი და მე ჩამორეცხავს ამას სამყარო მოინელებს ვარიანტი არ არის ამიტომ პრობლემა არ გადაიჭირა პატრიარქმა თქვა მეც არ გაყიდო პატრიარქია მოღალატე კარგით რა ხო ეგრე გამოდის უცხო ქვეყნის აგენტები ხართ გააკეთე შენ უკეთესი და ისა უმჯობესი შენი ცხოვრებით ეს არის კრიტიკა და არა ის რომ ქვაესროლო ვიღაცას და არ შეიძლება ნებისმიერს იმას თუ არ ესმის შენ თუ გონია რომ იმას არ ესმის სიტყვაზე ჯერ ესეც ესმის იმიტომ რომ შენ მატერიალურად აზროვნებ და ის სულიერად აზროვნებს მაგრამ სიტყვაზე თუ გონია რომ სიტყვაზე არ ესმის აუხსენი ას ქვია მოღალატე და აგენტი და ის ჯერ თუ აწეპებ ამას დაიჭირი ან თქვი რანაირად ჯერ რანაირად ამბობ ვერგა რას ქვია აგენტი შენ ყველა ვიღაცის აგენტია და ჩვენ ღმერთის ელჩები ვართ შედეგი ის რომ დაავადებული ვარ ჩვენი ძირებში არ ვართ ნამდვილ ქართული მაშინ სიმძიმე გჭირდება სიმძიმეს ჭირდება ხომ მასა ანუ ერთი ქართველთა ის ერთობა ანუ ერთი მასში რომ აი საგონებაში რომ რაღაცა სიმძიმე რომ გავარღვიოთ ეს გარსი ზედაპირზე რო ვართ აი ამ დაპირისპირებული ჭუბების კოცი ნაცი ეს ერთვიშია ყველაფერი ამ თვითონ ჩვენი მტერი არ უნდა იყოს არც კოცი და არც ნაცი ამაზე ჩვენც უნდა აქ ვიღაცები არიან ისინი არიან მაგრამ ჩვენ აქ რომელიმე ბანაკში ისევ კი არ უნდა ჩავძრეთ აი აქ გამოვიდეთ სისტემიდან როგორც იესო რას აკეთებს სისტემიდან გამოდის წუთის სოფელს უკდება ანუ იმ ყველაფერს რაზე წუთის სოფელი აგებულია ბორღმაზე შურზე ღალატზე ეს რეალობა ეს წუთის სოფელია სიცრუე თუ გვინდა რომ შევცვალოთ რაღაცა რომელიმე მხარეს კი არ უნდა დავდგეთ ახლა მოდი მიტინგზე დავდგები და ამით უკეთეს საქართველოს მივიღებ ამ პირი ვერა 30 წელია სუნხანექითა ვართ ხანა ერთ და იგივე თამაში თამაშობთ და აი ეს გჭირდება ნაბიჯების შენელება გონს მოსვლა რა ხდება ნუ დავფიქრდეთ მაგალითად წერია ასე ბიბლიაში რომ ესაი ამბობს მე მგონი რომ შეჩერდით და იხილავთ რომ მე ვარ უფალი აი შეჩერდით მეორე თარგმანში წერია უპრაზნიტეს რუსულად და გაუქმდით მონანიება სიტყვა ნიშნავს გონს მოსვლას მონანიება არის რომ მე უნდა შეჩერდე და 180 გრადუსით მეტანოია შია ესე ხედვა შეცვალეთ და სამყარო შეიცვლება ამას უკვე კვანტური ფიზიკაც ამბობს ანუ თუ საქართველოში კრიტიკული მასა გახდება აი მატერიალიზაცია მოხდება აი ამ იმისა რაც ქრისტემ გვასწავლა რასაც გვასწავლის ვეფხის ყაოსანი და უბრალოდ კი არ ველაპარაკებთ მარტო არ მართლა დავიჯერებთ რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შეცვლა საქართველოს ძალა აქვს წმენას ნამდვილ ძალა აქვს სიყვარულს ძალა აქვს ინტელექტს ძალა აქვს გონიერებას და არა რაღაცა აი იმას რა ზედაპირზე ხდება ვირწმუნებთ ამას თვითონ ეს გასუფთავება ჩვენი აი ამ იმისგან რაც ზედაპირულისგან თვითონ დაიწყება ისეთი პროცესები და ის აღდგება ის საქართველოს რომ ეს დღეს ჩვენი სარდღეზელო საგანია ჩვენ ცრემლებში ვიხსენებთ წარსულში მივტირით მომავალში გვეძებთ და როდემდე სულ გაგრძელდება ასე სადღაც შევანელოთ ნაბიჯები და ვთქვათ რომ იქნებ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ისტორია თორე უსასრულოდ გაგრძელდება ამის ტრიალდე ვერასდროს ვერ გამოვალთ აქედან და ამისთვის არაფერი არ არის საჭირო გარდა გონს მოსვლისა გონს მოსვლის ბრუნდების სახში სწორედ ებრაულად მონანიებას ქვია ჩუვა ასეთ სიტყვა ძალიან საინტერესოა უძღების შვილები აი ზუსტად იგივე ჩუვა ნიშნავს პასუხში დაბრუნება ანუ გახსენებით თავისუფლდები ჩვენ ვართ კითხვაში იმიტომ რომ დაგვავიწყდა ვინ ვარ და სამაგიეროდ აი გონება ისა საგონებით ჩავარდი ქართულად საგონებელი ნიშნავს რომ კითხვას უკვირდები და თუ ჩაუკვირდები პასუხად აქცევ იმიტომ კითხვაში დევს პასუხის პოტენცია და თუ არ ჩაუფიქრდები და თუ ისე ვიტრიალებ უხეშად რო ვთქვათ რაღაცაზე აი ძაღს რო გადაუგდები იქით ხან აქეთ იღრინება ხან იქით ხან იმას დავეტაკებით ხან იმას დავეტაკებით ამ სიყვარულის ენერგიას ჩვენ ერთმანეთი დასანგრევად ვიყენებთ არამედ თუ რაღაც კალაპოტში მოვაქცევთ რაღაც დავწინიხავთ მაშინ ენერგიად იქცევა სიყვარული მატერიალიზირდება და მაშინ უკვე შორიდან კი არ გვექნება და აფწყინდება საქართველოს ან გაფწყინებული იყო ან რაღაცა ვეფხის ყაოსან მატერიალიზაცია თვითონ არ მოხდა მაშინ რა თქვიდა და შესაძლებელია სამყარო ხო იწყება ყველაფერი რა არ ყოფილი და ყოფრაში მოდის ანუ რაღაცა უმსგავსობი და მსგავსებაში ფორმას იცენს ყველაფერი და
არ ვიცი მე ასე ვხედავ მაგალითად მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დრო ძალიან ჩქარა დადგება თვითონ ეს განსაცდელი ჩვენში აღზრავს პროტესტს იმის რომ ასე არ შეიძლება ცხოვრება ასეთი საქართველოსთვის მე არ მოხდა ასეთი საქართველოსთვის არ ჩვენ წინაპირს უბრძოლიათ არც ვახტანგ არა ასეთი საქართველო ვერ ცხონდება კიდე ესეთ მდგომარეობაში მყოფი მართლა შეიძლება ზეცაში ვერ მოხდეს რა ადამიანი ბიჭო ზეცა რომ განკითხვა მამაო ზიზღი ამდენი შური სიძულვილი ძმის რა ვიცი არ პატიება ყველაფერი და მადლობა ღმერთს მამაო რომ ხართ თქვენაერი ხალხი არიან მადლობა იმ ადამიანებს აი ჩვენი პატრიარქი სხვა შორის თქვით ჩვენ რომ პატრიარქი დიახ თუ იტყვით მამაო რომ პატრიარქი როგორ გიყვართ არის დაუშვათ ყველაფერი ორი გვაქვს ჩვენ ანუ არის ერთი თავისთავად არსებული თავის თავში და მეორე კონცეფციები და ხედვები მასზე. ჩვენ ყველანი წარმოდგენათა ტყვეობაში ვართ. 99% ერთმანეთს ვიცით წარმოდგენებით. რეალობაში არ ჩავდივართ. იქ ყველა მარტოა. პატარა რაღაც ადამიანი რაღაცა და იმ წუთას იწყება პატრიარქის ჯერეთი გარედან რაც ჩანს ხო ერთი ეს პატრიარქი ვინ როგორ უყურებდა. მეორე ახლა რომელიც უშუალოდ ქონია შეხება მე 94-ში მივედი პირველად და 2010-ში ბოლოს ანუ როცა დავბრუნდი ეკლესიაში სადღაც მე მაგ ტექსტს უძღებიშვილივით მამაოს მოვლილი აქვს თელი სამყაროიანი და მე ყველა ახლა გუშინწი პოდკასტი სერაფიმ როუზი ხაც ვილაპარაკე გამოვყავით და ის იქ იყო ცოტა ისეთი მატერიალს მოდი ახალგაზრდა თაობა რომ ცოტა კრიტიკულად უყურებს ეკლესიასაც ყველასაც ის კი არა ყველაფერი და მე მომიწვიეს იმიტომ რომ დაინტერესდნენ ჩემი თავისუფალი შედარებით ისეთი რომ მე არა ვარ ისეთი რა თითქოს ჩვეულებრივად ის მართლმადიდებლობა დავანახე ნამდვილი კუთხით ხო და ვეცადე ჩემთვის ხო რახან პატრიარქი მკითხება კიდევ ვისადორ ჩემი ქება არ ჭირდება და დავისთავად ხო და ჯვარი ახლა იტკივილი რაც მიადგება ბუნებრივია ჯვარს ყველა ვზიდავ ჩვენ იმიტომ ჩვენ ყველას ტკივა იმის გამო რომ ჩვენი სამყარო არის პატრიარქს ყველაზე ძალიან ტკივა თქვენ რასაც ხო როგორ არ ტკივა და ჩემთვის პირადად რაც მე ურთიერთობა მქონდა ჩემთვის არის გამაუგნებელი ისეთი დამოკიდებულება რომელშიც მე ვიყავ მაშინ პრობლემა რომ მქონდა რომ და წავსულიყავ ეკლესიიდან და ისეთი სიტყვები მითხრა რომ მთლიანად გამათავისუფლა არა თუ შემაჭირვა და რამდენჯერაც მქონია ურთიერთობა მე კი არ ვიცი ნუ ახლა მე როდესაც 95-ში დიაკვნად მაკურთხა უწმიდესმა და თავისი ხელით მისიონერი ცენტრის ხელმძღვანელი დამნიშნა სამეგრელოს რეგიონის 97-ში უკვე რაღაც ფხაგავად გიტა წავიკითხე და ამა გადამიყვანა სულ სხვაგან და უკვე ვიგლიჯები ამ დროს ორჯერ დამიბარა ბლად მეკურთხებინა 97-ში და რა გავაკეთო არ ვიცი ვერ ვაგვარე და მივედი ნახევარსაათი ველაპარაკე თქვენ უწმიდესობა უკვე მიჭირს მეთქი დარჩენა გავარკვევ ამას ყველაფერს თორემ ასე მე ვერ წავალ ბლად თუ უნდა წავიდე მეთქი მთლიანად მოვდიოდი და მეკითხება სულ ნახევარი წამი ისე ნახევარი დიახ არა კი იმად ჩვენებს უთხარ ეს ვეუბრებ და ახლა ვიძაბები რომ რას მეტყვი წასვლაც არ მინდა მე რამდენი ხანი ვერ მოვდიოდი დარჩენაც არ შემიძლია იმიტომ უკვე რაღაც ინდური სამყაროსკენ გადავდივარ ვერ ვაგვარებ ამას და მეთქი იმიტომ უთხარ წავალ მეთქი მთლიანად ეკლესიიდან და დავამთავრე ესე მიყურა ესე ვისა ალდექი მე უკვე მოვდიოდი თვითონაც ადგა და ღიმილით მიყურებ და წადი შენ არსად არ დაიკარგები ყველა ინტელექტუალი ამ გზაზე გადის თუ კაბა ხელს გიშლებს სახურებაში გაიხადი და როცა დაასრულებ ძიებას მერე მოდიო ესე იგი ეს იყო შოკი ჩემთვის იმიტომ მე წასვლაც არ მინდოდა მიჭირდა კაცო ეკლესია მიყვარდა დარჩენაც არ შემეძლო აქ რა მოხდა დიაკვნად დამტოვა კაბა გავიხადე თავისუფლად ყოფილიყავი მომცა სრული თავისუფლად გაიაზრე ყველაფერი არ დაიკარგებიო არ შემაშინა ახლა მე რო შემეშინდებოდა გამყვა ეს სტიმულმა დამი ის მიჭერდა გეფიცები ის მიჭერდა რომ მე არ მეშინოდა რომ დავიკარგები 13 წელს მე ბრუნდები მოვიარებ თადაზღვა ათასობით წიგნები და ისრაელი და რამდენი და ბოლოს რომ მეგონა და ამ დროს აი ვიღვიძებ და ბრუნდები ისე ეკლესიაში მაბრუნებ სამყარო და როცა პატრიარქს ეკითხებია აი 13 წელია გასული ცოტა უკვე ის არის პატრიარქია საჭი შემატებულია და სამების საკურთხეველში დრო შემიყვანეს და ეკითხებიან აი დაბრუნდა ის დიაკვანიო ამომხედა და დაბრუნდი მეცნიერო ახლა რა არის ამას შადებული მითხარი სიყვარული ყველაფერი ანუ რო და უძღებიშვილივით მიგიღო ანუ მე ჩემი გული შენთან იყო რო წახვედი უძღებიშვილივით არ დამიჭა არ თქვა მაგას სად მიდიხარო და დაბრუნდა იმიტომ რომ სიყვარული გამატანა
ღმერთმა ქრასო ყველასაც ეს სიყვარული კონდეს მაგის სიყვარულმა დაგაბრუნა, ხო. გამწყდება და აუცილებლად გვეშველება. აი შენი კითხვაზე პასუხი გვეშველება აუცილებლად. უფრო ზუსტად ნაშველი ვართ უკვე, თვალი დავახილოთ. ძალიან დიდი მადლობა მომო სამწუხაროდ ჩვენ დრო მოიწურა, მაგრამ იქითა კვირაში გელოდებით და იმის იქითა კვირაში აუცილებლად. ეხლა აი აქ შევთანხმდეთ, აუცილებლად არ ნახოთ გუეჭველი რა, ხო. ისო და შევთანხმდით ჩვენ მე ხო არ შეგიწენა აღდეგე და ცოტა ბევრ დროს მოვცემ და თეიმურაზი არის ჩვენთან ახლა. ხო, მამა თეიმურაზი სული გულწრფელი და სიყვარული და რა დაყובה ჩვენ ქვეყანას როცა ასეთი გულები არის. მამა თეიმურაზის ნაირები მართლა მადლობა ძალიან დიდი, მამა ძალიან ბევრი ფოტო მაქვს. ხოთა შორის აი აქ არის მამა თეიმურის ბევრი ფოტო მაქვს მის და თო ბოლო ეთერი იყო სადაც მან დიჯდა ზუსტად ეგ ადგილია მამა თეიმურის. აქ არის ჩვენთან არის. ხა დიახ. არავინ არსად არ მიდის. კი, ზუსტად აქ არის ხოლმე. კარგად ზანდებოდ მამა ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად გელოდებით მამა, აუცილებლად კიდე მეტი ვისაუბროთ. ამასთან ხოთა შორის იმასთან დაკავშირებით, აი თქვენ რო ესე რაღაცა პატრიარქთან დაკავშირებით და ყველაფერთან დაკავშირებით. კარგად ზანდებოდეთ მამა დავით თან ერთად დაგიმუნდებით ძალიან ცოტა ხანში წულეისკირთან აუცილებლად არ გადართოთ და დაგიმუნდებით საინტერესო თემით ისევ.